და შევეხო მავანმა ისევ წამოყო თავი და ისევ შეეხო ქრისტეს დოგმაც, სადაც გარკვეულ სასულიერო პირებს ცილს სამებენ წყალებლობაში, ანუ ბრალს სდებს, რომ თითქოს გარკვეული სასულიერო პირთა ჯგუფი არიან წყალებლობაში. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოში შედგა კომისია 2020 წელს 7 აგვისტოს, რომელიც შემდგომ დაიწერა საპატრიარქოს უწყებანში და მართლმადიდებლური სწავლება დაამტკიცა. პატრიარქის მოსაყდრის მეუფე შიოს ხელმძღვანელობით შეიკრიბა ეს კომისია. აი ასე ჟღერს: გვმართებს ვიქონიოთ მხედველობაში, რომ როდესაც ქრისტეს განეკუთვნება სხვადასხვა საღვთო თვისება, ისეთი როგორებიცა ყოვლის მცოდნეობა, ყოვლის შემძლეობა, ყველგან მყოფობა და ცხოველმყოფელობა და ასე შემდეგ. ისინი განეკუთვნება მას როგორც ერთიან პიროვნებას, ანუ ჰიპოსტასს, მაგრამ არ განეკუთვნება ცალკე აღებულ ადამიანობას, ადამიანურ ბუნებას. ამასთანავე ქრისტეს ადამიანურობა არ გარდაქმნილა ღმრთებად. ამიტომ იგი თავისთავად არ შეიძლება იწოდებოდეს ყოვლის მცოდნედ, ყოვლის შემძლედ, ცხოველმყოფელად და ასე შემდეგ. ორი ბუნების ჰიპოსტასური შეერთება გულისხმობს ერთ შედგენილ ჰიპოსტასს, რომელშიც შეურევნელად და შეუცვლელად გიეს ორივე ბუნება შეერთების შემდეგაც. ორივე ბუნება შეერთების შემდეგაც ინარჩუნებს ერთმანეთისგან ბუნებისეულ განსხვავებულობას და მათთვის დამახასიათებელ ბუნებისეულ თვისებებს. ანუ ჰიპოსტასური შეერთების შედეგად არც საღმრთო ბუნებას შეუძენია ადამიანური ბუნების თვისებები და არც ადამიანურს საღმრთო ბუნებისა, რადგან ბუნებანი შეურევნელნი დარჩნენ, ხოლო მათი თვისებანი უვნებელნი. მოყვანილი იყო მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული დადგენილებები და საეკლესიო მამათა ნაშრომებიდან ამონარიდები. სამ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ეფესოს მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ქალკედონის მეოთხე და კონსტანტინოპოლის მეექვსე. ეკლესიამ განაცხადა დოგმატი, რომლის თანახმადაც უფალი იესო ქრისტე ერთ ჰიპოსტასოვანი და ორბუნებოვანია, საღმრთო და კაცობრივი. ქალკედონის მეოთხე კრებამ ზუსტად ჩამოაყალიბა ქრისტეში ორი ბუნების შეერთების შესახებ სწავლება. ციტატა: აღიარებულ იქნეს უფალი იესო ქრისტე როგორც სრული ღმერთი და სრული ადამიანი, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი, მამისა თანაარსი ღმრთეებითად და ჩვენი კაცობრივად. ჩვენი მსგავსია ყველაფრით გარდა ცოდვისა. იმავე კრების მამები გვასწავლიან, რომ იესო ქრისტეში ორი ბუნება შეიცნობა შეურევნელად, უცვლელად, განუყოფელად და განუშორებელად. ეფესოს მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მოიწონეს წმინდა კირილე ალექსანდრიელის სარწმუნოების გადმოცემა, რომლის მიხედვითაც, ციტატა: უფალ იესო ქრისტეს ერთიან ჰიპოსტასში შეერთებულია საღმრთო და ადამიანური ბუნება. ამ განსხვავებულ ბუნებათა შეერთების გზა გამოუთქმელია და ამოუხსნელი. ციტატის დასასრული. წმინდა იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თავი 26
ვნებულებებისა და მოქმედების შესახებ. ციტატა: არც უფლის სულისადმი ვამბობთ განზრახვას ან არჩევანს, რადგან არ ჰქონდა მას უმეცრება. თუმცა სამომავლო საქმეთა არ მცოდნე ბუნებისა იყო იგი. კიდევ გავიმეორებ ხაზგასმით. თუმცა სამომავლო საქმეთა არ მცოდნე ბუნებისა იყო იგი. მაგრამ გვამოვნებითად ღმერთ სიტყვასთან შეერთებულს ყოველივეს ცოდნა ჰქონდა, არა მადლით, არამედ როგორც ითქვა, გვამოვნებითი შეერთების გამო. ნიშნავს იმას, რომ ადამიანურმა ბუნებამ არ იცოდა, მაგრამ ჰიპოსტასმა იცოდა, პიროვნებამ იცოდა. რადგან ერთი და იგივე იყო ღმერთიც და კაციც, ამიტომ არც განზრახულობითი ნება ჰქონია მას, რადგან თუმცა კი ნებელობა ჰქონდა ბუნებითი და მარტივი, რაც ადამიანთა შორის ყოველ პიროვნებაში მსგავსადვე განიჭრიდება, მაგრამ მის წმინდა სულს არ ჰქონია მისი საღვთონების საწინააღმდეგო ან მისი საღვთონებისგან განსხვავებული განზრახულება, ანუ ნებებული რამ. ასევე წმინდა კირილე ალექსანდრიელი ბრძანებს, როგორც ღმერთმა იცის დღე და ჟამი მეორედ მოსვლის, თუმცაღა გამოაჩენს რა ადამიანისათვის დამახასიათებელ თვისებას, ამბობს, რომ არ იცის, რადგან ადამიანისათვის თვისობრივია მომავლის არ ცოდნა. და ასევე წმინდა იუსტინე პოპოვიჩი ბრძანებს, კაცობრიუ ბუნებას როგორც ასეც არ ეკუთვნის ეს ცოდნა, რის გამოც მაცხოვარი ამბობს, რომ ძე კაცისამ ეს არ იცის. ესე იგი არ იცის მისმა ადამიანურმა ბუნებამ, თუმცა როგორც ძე ღმრთისამ და ღმერთ სიტყვამ ეს იცის. ადამიანურ ბუნებას თავისი ძალით არ შეუძლია ეს შეიცნოს და იცოდეს. ამ შემეცნებასა და ცოდნას ის იღებს როგორც ნიჭს ყოვლის მცოდნე ღმერთისაგან. ეს ძალიან ცოტა ამონარიდი წავიკითხე, არ ძალიან ბევრია. ყოველივე ამაზე დაყრდნობით აი ამ კომისიამ ზემოთ რაც წავიკითხეთ, აი ეს ეკლესიის სწავლება გადმოსცა და ეს პიროვნება ჩვენ ბრალს უდებს თითქოს ჩვენ ვართ წვალებლები და ვერ გაუგია ერთი რამ, ბუნებას და ჰიპოსტას ერთმანეთში ურევს. ანუ ბუნებაში გულისხმობს ჰიპოსტას და ამიტომ ამბობს, რომ საღვთო ბუნებითაც გამდიდრებით ადამიანურმა ბუნება იცოდაო. მაშინ რას ნიშნავს სიტყვები უქცეველად, უცვალებელად, შეურევნელად? ქრისტეს ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება ინარჩუნებს თავის თვისებებს და ჩვენ თუ ამბობთ, რომ ადამიანური ბუნებით მან იცოდა მეორედ მოსვლის დრო და ჟამი, ყოვლის მცოდნია, ესე იგი უკვე ნიშნავს, რომ შეერია და წარმოიქმნა მესამე შედგენილი ბუნება, რომელზეც წმინდა მამები ამბობენ, ნუ იყოფინ, ეს არის უკვე ერესი და წვალებლობა. არამედ წმინდა იოანე დამასკელი ხსნის ამას აი ასე, ნაცვალ ბოძების წესით გადაეცემა საღვთო ბუნებიდან ცოდნა. და წაგიკითხავთ მის სიტყვებს, ციტატა: მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა.
უფალიესო ქრისტესთან დაკავშირებით, როდესაც ბუნებებს განვიხილავთ, ღმრთეებას და ადამიანობას ვუწოდებთ მათ, ხოლო როდესაც ბუნებათაგან შედგენილ ჰიპოსტას, ანუ პიროვნებას, გვამოვნებას, ზოგჯერ ვუწოდებთ მას ქრისტეს, ან კიდევ ღმერთსა და კაცს. ერთობლივად ან და ხორცშესხმულ ღმერთს, ზოგჯერ კი მხოლოდ ღმერთს და ღვთის ძეს, ან და მხოლოდ ადამიანს და ადამიანის ძეს. ამიტომ ვამბობთ რა ღმრთეებას, არ ვაკუთვნებთ მას ადამიანობის თვისებებს. ასევე არც ხორცს, ანუ ადამიანობას განვუჩინებთ ღმრთეების თვისებებს. რაც შეეხება ჰიპოსტას, თუნდაც რომ ორივესგან ერთად, ან თუნდაც ერთი ნაწილისგან სახელდებდეთ მას, ორივე ბუნების თვისებებს განვუკუთვნებთ. რადგან ქრისტე, რომელიც ორივე მათგანია, ღმერთადაც ითქმის და ადამიანადაც, ქმნილადაც და უქმნელადაც, ვნებულადაც და უვნებლადაც. და როდესაც ერთი ნაწილისგან გამომდინარე იწოდება იგი ღვთის ძედ და ღმერთად, იღებს იგი თანაგვამოვანი ბუნების, ანუ ხორცის თვისებებსაც. ამიტომ ეწოდება მას ღმერთი ვნებული და უფალი დიდებისა ჯვარცმული. თუმცა არა როგორც ღმერთს, არამედ მასვე როგორც ადამიანსაც. ასევე როცა ეწოდება მას ადამიანი და ადამიანის ძე, იღებს იგი ღმრთეების არსების თვისებებსა და ღირსებებს. აი ეს არის ნაცვალ ბოძების წესი. როდესაც, ხაზგასმით ვამბობ, როდესაც თითოეული ბუნება მეორეს სანაცვლოდ აძლევს საკუთარს, ჰიპოსტასის იგივეობის და მათი ურთიერთ დამტევნებლობის გამო. და ასევე ეს პიროვნება თითქოს ბრალსდებს ერთ-ერთ ღვაწლმოსილ სასულიერო პიროვნებას, ასაკოვან პიროვნებას, რომ მან თქვა ესეთი რამ, მაცხოვარმა მიიღო ადამიანის ბუნება ცოდვით დაცემამდელი ბუნება. და ეს პიროვნება ესე ხსნის, თუ ცოდვით დაცემამდელი ბუნება მიიღო, მაშინ ცოდვით დაცემამდელ ბუნებას არ ქონდა ხრწნილება. ანუ სიკვდილი არ ეხებოდა მას, არ შიოდა, არ წყუროდა, არ ტკიოდა და ასე შემდეგ. და ამბობს, რომ ეს არისო წვალებლობა, აფთარო და დოკეტიზმი, რომელიც ამბობს ესეთ რამეს, ანუ ეს იყო წვალებლური მიმდინარეობა, რომელიც ამბობდა, ქრისტეს სხეული არ იყო ნამდვილიო, ხრწნადი და თითქოს მოჩვენებითად იტანდა ადამიანურ ტკივილებსო. და ეს პიროვნება ამაში ადანაშაულებს, რომ აი ამ წვალებლობის მიმდევარი არის ისიც და ვინც მას ეთანხმებაო. ეხლა მე მინდა წაგიკითხოთ სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით მთელი რიგი სწავლება არის, რომელიც რუსულად არის და სათარგმნია. ეს არის გრიგოლი ღმრთისმეტყველის ციტატა. იქ არის ასევე იოანე დამასკელის და ძალიან ბევრი წმინდა მამების ეკლესიის სწავლება არის წარმოჩენილი. ანუ მაცხოვარმა ცოდვით დაცემული ბუნება მიიღო ადამის თუ ცოდვით დაუცემელი, ცოდვით დაცემამდელი. აი რას ამბობს. ეს არის ქალწულების ქების შესახებ ტომი მეორე გვერდი 126. ეხლა ალბათ რუსული ყველა მიცის, მე მეშინია რაიმე თარგმანში
არაზუსტობა შევიტანო, ამიტომ აი ამ ციტატას რუსულად წავიკითხავ. Христос воспринял на себя мою душу и все мой член. Воспринял того Адама, неправно, первоначально свободного, который не облекался еще грехом. Не облекся еще грехом. ანუ რას ნიშნავს პირდაპირ ამბობს რომ ქრისტე ღმერთმა მიიღო ჩვენი ასონი, ანუ ჩვენი ბუნება მიიღო ადამიანის ბუნება первоначально свободного, ანუ თავისუფალი პირველად როგორც იყო შექმნილი, который не облекся еще грехом. ანუ სანამ შეიმოსავდა ცოდვასო. აი იქამდელი ბუნება მიიღო ქრისტემო. მე მგონი საკმარისი არის ამ პიროვნებისათვის, რომ გაერკვეს რა არის ჰიპოსტასი და რა არის ბუნება და რომ ერთმანეთში არ შეურიოს. მე მგონი საკმარისი არგუმენტებია და ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ პიროვნებას უსმენს ბევრი ადამიანი. ჩანაწერებში როგორც ვნახე, დაახლოებით 1000, 2000, 3000 ადამიანი უსმენდა და ეს ადამიანები შეყავს ცდომილებაში. აი აქ ამ ნაშრომში წმინდა მამები ამბობენ, რომ ცოდვით დაცემამდელი ბუნება მიიღო და ასევე მიიღო შიმშილი, წყურვილი, ხრწნილება, ტკივილის განცდა, ეს ყველაფერი მიიღო თვინიერ ცოდვისა. მე მგონი ეს უნდა იყოს საკმარისი და ჩვენი ადამიანური ლოგიკით არ უნდა უღრმავდებოდეთ ისეთ საკითხებს, რომელიც არის ძალიან ფაქიზი და სადაც აუცილებელია რომ როცა რაღაცას კითხულობ, სწორად აღქმის უნარი უნდა გქონდეს და წმინდა მამების წაკითხulis გააზრებაც სწორად უნდა შეგვეძლოს. ამას გიჭირდება საღმრთო გონება. ამიტომ ჩვენ ღვაწლმოსილ მამებს ვენდობით, ვეყრდნობით და მათგან ვსწავლობთ, მათგან რომლებმაც სწორად გამოხატეს სარწმუნოებრივი აღმსარებლობა. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გააკუთვნოს.